სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჩაატარეს მასშტაბური და ზუსტი დარტყმები ირანის რეჟიმის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე ფორდო, ნათანსა და ისპაჰანში. ირანის ძირითადი ბირთვული გამდიდრების ობიექტები სავარაუდოდ მთლიანად განადგურებულია. ირანი შუა აღმოსავლეთის მჩაგვრელი, ახლა იძულებულია მშვიდობა დაამყაროს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა მოკლე მიმართვაში, რომელშიც შეაჯამა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დაწყება, რომელიც 22 ივნისის გამთენიოს განხორციელდა. როგორც ტრამპმა, ასევე მაღალი რანგის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დარტყმები ზუსტად ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული და ოპერაცია ისე წარმოადგინეს, როგორც გააზრებული ნაბიჯი დაძაბულობის შემცირებისკენ ახლო აღმოსავლეთში. აშშ-ის ოპერაციის მასშტაბისა და სიზუსტის მიუხედავად, ირანი თავიდან უკან დახევის ღია სულის არ გამოხატავდა. ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა განიხილავდა რამდენიმე შესაძლო პასუხს, რომელთაგან საბოლოოდ აირჩია რეგიონში აშშ-ის ყატარში განთავსებული ალ-უდეიდას ბაზაზე 6 რაკეტით დარტყმა. ირანი ასევე იმუქრებოდა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20%-ს და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების დაახლოებით 25%-ს. ამ სრუტის ჩაკეტვა სერიოზულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების შედეგებს გამოიწვევდა მთელ მსოფლიოში. ტრამპის ადმინისტრაცია თავისი განცხადებებით და ნაწილობრივ შეტევების შეზღუდული ხასიათიდან გამომდინარე ამტკიცებდა, რომ ისწრაფვის არა ირანთან ომისკენ და მით უმეტეს სახმელეთო ძალების განთავსებისკენ, არამედ დეესკალაციისკენ. თუმცა ამის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ახალი დიდი ომის საფრთხეზე საუბრები კვლავ დაბრუნდა ამერიკულ საზოგადოებრივ დისკურსში და არა მარტო. ამერიკის მიერ სადამ ჰუსეინის ერაყში ინტერვენციისგან 22 წლის შემდეგ რეგიონში კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა თითქოს ბუმერანგივით ბრუნდებოდა. თუმცა სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებად მოსალოდნელად ჩანდა ჯერ კიდევ დარტყმის მომენტშიც. თუმცა ბოლო დროის მოვლენების სისწრაფისა და არასტაბილურობის გათვალისწინებით ვერც ერთი სცენარი ბოლომდე ვერ გამოირიცხებოდა. ივნისს ზუსტად 0 საათსა და 1 წუთზე ადგილობრივი დროით აშშ-დან მისურის შტატში მდებარე უიტმენის საჰაერო ბაზიდან აფრინდა 7 B2 სპირიტის ტიპის სტელს ბომბდამშენი და ატლანტიკის ოკეანისკენ აღმოსავლეთის მიმართულებით გაემართა. მათი საბოლოო დანიშნულება იყო ირანი. 18 საათიანი ფრენისა და მრავალჯერადი საჰაერო საწვავის შევსების შემდეგ ბომბდამშენები ირანის საჰაერო სივრცეში თეირანის დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე შევიდნენ. დიდაც ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა დაიწყო. დარტყმების მიზანი იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამი ძირითადი ობიექტი: ნათანზი, ისპაჰანი და ფორდო. მიწისქვეშა ობიექტი ფორდოში 12 ერთეული JBU-47 ტიპის ეგრეთ წოდებული ბუნკერ-ბასტერ ბომბებით განადგურდა. ისინი განკუთვნილია გამორჩეულად გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად. დამატებით 2 ასეთი ბომბი ჩამოაგდეს ნათანზის ობიექტზეც. პარალელურად რეგიონში განთავსებულმა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავებმა გაუშვეს 30 ერთეული ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ნათანზისა და ისპაჰანის მიმართულებით იყო გამიზნული, რითაც საჰაერო იერიშ საზღვაო ძალას დაემატა. მთლიანი ოპერაცია 25 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. სამივე ობიექტი მიყოლებით დაიბომბა, ხოლო ამერიკული ბომბდამშენები, როგორც ჩანს, ირანის საჰაერო თავდაცვის მიერ შემუჩნევლად ირანის საჰაერო სივრციდან წინააღმდეგობის გარეშე გამოვიდნენ. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სავარაუდოდ საერთოდ ვერ დააფიქსირეს სტელს ბომბდამშენები. ოპერაციის ხილული ეფექტი ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის ზავია. სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა დარტყმის გასაოცარი სამხედრო წარმატება უწოდა და განაცხადა, რომ ირანის ძირითადი ურანის გამდიდრების ობიექტები სრულად განადგურდა. ამის მიუხედავად, სულ რამდენიმე საათში გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა დენ კეინმა ამ მოვლენებზე გაცილებით ფრთხილი შეფასება გააკეთა. მან დაადასტურა, რომ საწყისი ანგარიშების მიხედვით სამივე სამიზნე ობიექტზე მნიშვნელოვანი ზიანია დაფიქსირებული, თუმცა დასძინა, რომ სრული ზიანის შეფასებას მეტი დრო სჭირდება. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე სამივე ობიექტის ევაკუაცია მოახდინეს. სატელიტური გამოსახულებების თითქოს ამ ვერსიას ამყარებს. თავდასხმამდე გადაღებულ კადრში ჩანს, რომ აღნიშნულ ობიექტზე გააქტიურებული მოძრაობა ფიქსირდებოდა, მათ შორის კომპლექსებიდან მრავალი სატვირთო ავტომობილი გამოდიოდა. ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა შესაძლოა წარმატებით მოახერხა თავისი გამდიდრებული ურანის მარაგის სულ მცირე ნაწილის გატანა უცნობ ადგილზე. ირანული ვერსიის სერიოზულობას ამყარებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის კომენტარიც, რომელმაც თავი შეიკავა იმის დადასტურებისგან, რომ ბირთვული ობიექტების სრულიად განადგურდა. ამის ნაცვლად მან ოპერაციის შედეგები ირანის ბირთვულ ამბიციებზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვან დარტყმად შეაფასა. ჟურნალისტებთან საუბრისას ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგების სრული განადგურება სავარაუდოდ ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია მალევე თეირანთან დიპლომატიური დიალოგის დაწყებას გეგმავდა. ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობდა ირანის დაშინებას, რათა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩზე პასუხი ყოფილიყო სიმბოლური. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა, ასევე თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა განაცხადეს, აშშ-ის იერიში ზუსტად ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული და ვაშინგტონს არ აქვს არანაირი ინტერესები სახმელეთო შეჭრაში ან რეჟიმის დამხობაში. პრეზიდენტმა ტრამპმაც საჯაროდ გამოხატა მზადყოფნა თეირანთან მოლაპარაკებების განახლებისკენ, თუმცა თავის სტილს არ უღალატა და მალევე სკანდალური განცხადებაც გააკეთა. არაპოლიტკორექტულია ტერმინის რეჟიმის შეცვლა გამოყენება, მაგრამ თუ ამჟამინდელ ირანის რეჟიმს არ შეუძლია გახადოს ირანი ისევ დიადი, რატომ არ უნდა შეიცვალოს რეჟიმი? Make Iran Great Again, დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. ამ ეტაპზე ირანის სტრატეგიულ წნეხში აღმოჩნდა. მოლაპარაკებების დაწყება შეერთებულ შტატებთან პრაქტიკულად დამარცხების აღიარებაა, თუმცა არსებული პირობების გათვალისწინებით ტრამპის ძალისხმევას სადმე მაინც მიაღწიოს მშვიდობას უშედეგო არ დარჩა. ირანი დამარცხებული მოწინააღმდეგის როლში აღმოჩნდა, რომელიც გამარჯვებულის პირობებზე აღწევს მშვიდობას. თუმცა ირანისთვის მნიშვნელოვანი არის შიდა აუდიტორია, სადაც ის თავს გამარჯვებულად ასაღებს. თუმცა იყო დილემა, რომელსაც უფრო ამზაფრებდა ისრაელის ფაქტორი. თუ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში ჩაერთვებოდა, ეს ჯერ კიდევ არ ეძლეოდა იმის გარანტიას, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმები შეწყდებოდა. ირანის საკითხში პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა დამოუკიდებელი და აგრესიული პოლიტიკის გატარებისკენ, მიუხედავად ამერიკული პრიორიტეტებისა. შიდა პოლიტიკის თვალსაზრისითაც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს ირანის რეჟიმისთვის სერიოზული პოლიტიკური რისკები აქვს ყოველთვის. ნებისმიერი დიალოგი ვაშინგტონთან ირანის საზოგადოებამ შესაძლოა სისუსტის ნიშნად აღიქვას, რასაც ქვეყნის ამჟამინდელი მწვავე მოწყვლადობის ფონზე შეიძლება ისლამური რესპუბლიკის შიდა ლეგიტიმაციის კიდევ უფრო შესუსტება გამოეწვია. მეორე მხრივ, ირანის მხრიდან ძალისმიერი პასუხიც უფრო მეტი საფრთხეებით იყო სავსე. საპასუხო დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ესკალაციის დომინოს ეფექტი და პროცესების ისეთი განვითარება, რომლის კონტროლიც უკვე აღარ შეეძლება. ორი შესაძლო განვითარების აწონ-დაწონვისას მსგავსი დაპირისპირება მეტად დიდი ძალის მქონე მოწინააღმდეგესთან მოქმედებას გავს. მარტივად რომ ვთქვათ, დანით საბრძოლველად წასვლას ტანკის წინააღმდეგ. საბოლოოდ ირანმა ზავი არჩია, რაც დარტყმის ხამეს სრულად ცხადი არ იყო, თუმცა რეჟიმის წინაშე მხოლოდ შეზღუდული და ძალიან საშიში არჩევანი იდგა. მოდით უფრო დეტალურად გავაანალიზოთ თეირანის შესაძლო მოქმედებების არჩევანი, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას თუ რა ბანკო იყო მაგიდაზე დარიგებული. ირანს რამდენიმე შესაძლო გზა ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებული იყო პირდაპირ მის ბირთვულ პროგრამასთან. თეირანი მაგალითად შეიძლება გამოსულიყო ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შეთანხმებიდან და გაეძევებინა საერთაშორისო ბირთვული ინსპექტორები, რაც ნაწილობრივ სცადა კიდეც. უფრო პროვოკაციულად ირანს შეეძლო გაეგრძელებინა ბირთვული იარაღის შექმნის გზა, რაც უკიდურესად საშიში ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა არსებული ოპერაციული გარემოს, მათ შორის მიმდინარე ისრაელის საჰაერო დარტყმების გათვალისწინებით, ასეთი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობა საუკეთესო შემთხვევაში შეზღუდულად გამოიყურებოდა. ალტერნატივად, ირანს შეეძლო სამხედრო გზა აერჩია და რეგიონში ამერიკული ობიექტები მასიურად სამიზნეებში ამოეღო. ამ კონტექსტში აუცილებლად სახსენებელია, რომ თეირანმა წარსულშიც მიმართა მსგავს ტაქტიკას. 2020 წელს აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა ერაყში მდებარე ალ-ასადის საჰაერო ბაზას, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ განლაგებულნი. თუმცა ეჭვის ქვეშ დგას ის, აქვს თუ არა თეირანს კვლავ მსგავსი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ერთკვირიან მასშტაბურ ისრაელის საჰაერო დაბომბვებს ექვემდებარებოდა. მესამე ვარიანტი მოიცავდა რეგიონალური პროქსების გამოყენებას. ირანს შეეძლო მასთან დაკავშირებული არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფების მოხმობა და მათთვის მიენდო დარტყმების განხორციელება ამერიკის ინტერესებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძი დღეს გაცილებით შესუსტებულია წარსულთან შედარებით, მისი ძირითადი ელემენტები, მათ შორის იემენში ჰუსიტები, ამბოხეები და პროირანული დანაყოფების ნაწილი ერაყში კვლავ მოქმედებენ და თეორიულად შეუძლიათ თეირანის სახელით მოქმედებაც. ასევე ირანს შეეძლო განეხილა ენერგეტიკული ესკალაციის დრამატული ფორმა, ანუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. ეს კრიტიკული საზღვაო მარშრუტი უზრუნველყოფს მსოფლიოში ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20%-ს და თხევადი ბუნებრივი გაზის დაახლოებით 25%-ს. ასეთი ნაბიჯი არა მხოლოდ საშიში იქნებოდა, არამედ თეირანის საწოზარკვეთის ღია სიგნალად ჩაითვლებოდა. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა საფრთხეს შეუქმნის სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მყიფე ნეიტრალიტეტს, რომლებიც ამ ეტაპამდე ირან-ისრაელის კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას თავს არ იდებენ. პარადოქსულად ეს ნაბიჯი თავად ირანის ნავთობის ექსპორტსაც შეაფერხებდა, რაც უკვე ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებდა. გარდა ამისა, სრუტის ბლოკადის ფართო ეფექტი ნაწილობრივ შეუმსუბუქდებოდა იმით, რომ საუდის არაბეთსა და არაბთა
ეროვნებათა გაერთიანებულ საამიროებს ჰორმუზის გვერდის ავლის შესაძლებლობა აქვთ ორი მნიშვნელოვანი მილსადენის მეშვეობით. საუდის არაბეთს ისტ-ვესტის მილსადენით, ხოლო საამიროებს ჰაბშან ფუჯაირას მილსადენის საშუალებით. რაც ყველაზე კრიტიკულია, სრუტის ბლოკადა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გააუარესებდა თეირანის ურთიერთობას პეკინთან. ჩინეთის ნავთობის იმპორტის თითქმის 55% სწორად ჰორმუზის სრუტით გადის. ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევა, რომელიც ჩინეთის ინტერესებს დააზარალებს, დიდი ალბათობით გაანაწყენებს ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორს. და რაც მთავარია, სრუტის ბლოკადა თითქმის უეჭველად გამოიწვევდა შეერთებული შტატების პირდაპირ სამხედრო პასუხს. ირანი მძიმე სტრატეგიულ ვითარებაში აღმოჩნდა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას იქნებოდა ეს sapasukho ქმედება თუ თავშეკავება, თან სდევდა სერიოზული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები. რაც კიდევ უფრო უარესია, თეირანი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ მტერს კი აღარ შეეხებოდა, არამედ ორს, დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სახით. სულ ცოტა ხნის წინ ეს ორი თითქოს რადიკალურად სხვადასხვა მიზნებს მისდევდა. ტრამპის ყურადღება მიმართული იყო ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟზე, მაშინ როდესაც ნეთანიაჰუ უფრო ფართომასშტაბიან მიზანს, თეირანში რეჟიმის შესვლას ისახავდა მიზნად. თუმცა ეს განსხვავება სწრაფად ჩანაცვლა სიტუატიური მოცემულობის გამო. აშშ-ს ბოლო დროის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ნეთანიაჰუ წარმატებით ახერხებს ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სტრატეგიის ბალანსს, მიზანმიმართული შეკავებიდან სისტემურ ესკალაციამდე. ახლა უკვე გლობალური მთავარი მიზანი აღარ იქნებოდა მხოლოდ ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა, არამედ ისლამური რესპუბლიკის გადამწყვეტი შესუსტება ან საერთოდ მისი სრული დემონტაჟი. ამ კონტექსტში შეერთებული შტატები თითქოს ნეთანიაჰუს რიტმს აყვა. ყოველი მომდევნო ნაბიჯით რეგიონში სტრატეგიულ ტემპს სულ უფრო და უფრო მეტად უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს და არა ამერიკის პრეზიდენტი. ნეთანიაჰუ აღარ არის მხოლოდ რეგიონული ძალაუფლების ფიგურა. ის თანდათან გადაიქცა კამპანიის მთავარ კულისებში თამაშის ოსტატად, რომელშიც როგორც ჩანს თვით ვაშინგტონიც კი დამხმარე როლში იმყოფება. ირანისთვის ამ გარემოებებმა მთელი სტრატეგიული გათვლა შეცვალა. ახლა მას არა მხოლოდ საპასუხო ქმედებების მასშტაბის, არამედ მოწინააღმდეგეთა სიმწვავის და არაპროგნოზირებადობის გათვალისწინება უწევს. ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც გაწონასწორებული, შეიძლება ქცეულ იყოს საბაბად კიდევ უფრო ღრმა და ძლიერი დარტყმებისთვის. საკითხი გასცდა ბირთვულ ობიექტებსა და გამდიდრებული ურანის მარაგებზე დილემას. სასწორზე თავად ისლამური რესპუბლიკის როგორც პოლიტიკური ერთეულის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი აღმოჩნდა. გმადლობთ, რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და აკომენტარეთ, რას ფიქრობთ დღევანდელ მოცემულობაზე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.